ქართული სუფრა ნამდვილად გავს სახელმწიფოს. ამაში დიდი ხანია დავრწმუნდი. რომელსაც აუცილებლად მეთაურობს არჩეული თამადა. რომელიც ვალდებული აკონტროლოს სუფრა, მისი მიმდინარეობა, სიწყნარე, სიმშვიდე შეინარჩუნოს, სადაც საჭიროა ამღეროს ან იმღეროს, სადაც საჭიროა ლექსი თქვას ან სხვა სათქმევინოს. რომელიც გვერდზე ჩავლილ ბავშვს კიტრს და ლიმონადს კი არ მიაჩიჩებს, საუკეთესოს გადაუღებს. რომელიც მისთვის მირთმეული კერძიდან ეტყვის, ოპ, ჯერ შვებს, აგერ სუფრის წევრებს და მერე მე. აი თამადა. რომლის პირიდან ღვიძლიანი სიტყვა არ ამოვა, არა, იმიტომ რომ აი სიყვარული და სიხარული უნდა აფრქვიოს. აი თამადა. ამიტომაც ვირჩევთ ისეთ ადამიანს გამორჩეულ კოლორიტებს ხოლმე, რომლებიც ხო გვიხარია ხოლმე და გვიყვარს, რა. აი ეგეთ ხალხს ვირჩევთ თამადად. და დარწმუნებული ვართ ხოლმე, რომ იმ სუფრის პროცესი ჩაივლის ის ბედნიერი საათები, ბედნიერებაში, სიხარულში. მოეფერება ცოცხლებს, ადგილგზელებს, გაიხსენებს წასულებს, სამშობლოსათვის თავდადებულ ბიჭებს და გოგოებს და რა ვიცი მე, მომავალთაობას ზოგადად წინაპრებს ახსენებს, მოიხსენიებს, მომავალთაობას დალოცავს, პატარებს დალოცავს და ასე შემდეგ. ბევრი ლიტურგიის პროცესაც კი ადარებს ხოლმე თამადობას ქართულ სუფრას ღმერთო მაპატიე, მაგრამ თავისი სტრუქტურირებით ხო სადგრძელოების თანმიმდევრობით და რაღაც ლოცვას გავს. რაც მართალია ვაღიაროთ. შეიძლება იქიდანაც არის გადმოღებული კაცმარიც. რაც შეეხება აკრძალვებს, თამადას უფლება არ აქვს ბევრი ჭამოს, სიცხვილია და არც უნდა ჭამოს ბევრი. მწირად, კაცურად, ღვინის ატანა უნდა შეეძლოს. არც იმდენი ბევრი უნდა დარიოს, რომ თავადაც ჭკუა დაკარგოს და გარშემოც. ანუ ცოტა უნდა ჭამოს რა, სახელმწიფოში ამას კანონები არ რეგულირებს, მაგრამ აქეთ სუფრაზე უკვე სიცხვილი. შემდეგ, რა ვიცი, უამრავი უფლებებიც აქვს, მაგრამ აქვს უამრავი მოვალეობები და ყველაზე მთავარი, არ მოხდეს კონფლიქტი, სიყვარულით ხალხი ერთმანეთს შეარიგოს და იმისი განცდა გაუჩინოს, მამული შვილობის განცდა. და გვერდზე სუფრაზე არ იხტუნაოს, მტრის სუფრაზე, იმათი თამადისგან რაღაც ადგილგზელოები არ გადმოაკოპიროს. რაც შეგვეხება ჩვენ ემიგრანტებს, ჩვენ ეგრე ვართ რა, ჩვენ თვითონ ვერ დავჩინეთ ხოლმე სუფრიდან გაქცეული ხალხი ვით რა, ზოგი რა მოტივით. ზოგს სუფის ჭამა უნდა და რაღაცა, ზოგს პირიქით. ეგეთივე ტიპებიც არიან აქეთ-იქით მიმოფანტული მსოფლიოში. რა ვიცი, ვერ გაიგებ. ყველას გვერდმა ხელი მოუმართოს და მშვიდობით დააბრუნოს ჩვენს